ანიმეებს, განსაკუთრებით action ანიმეებს. დიდი ხანია უყურებთ. ერთხელ მაინც შეხვდებოდათ მომენტი, როდესაც შენობა ან სხვა რამ ინგრევა და იდეალურ გუმებად იშლება. ან სცენაც, სადაც პერსონაჟები ჰაერში ჩქარა მიფრინავენ და ერთმანეთს მისდევენ. ან მესამე შემთხვევა, როდესაც მომენტალურად რამოდენიმე წამით ეკრანი ნათდება. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ამ სამივეს თავისი სახელი აქვს და შექმნილია სხვადასხვა ანიმატორების მიერ. დავიწყოთ პირველით, რომელსაც ქვია იუტაპან კუბს. ეს მეთოდი შემუშავებულია და შექმნილია 1980-იან წლებში ლეგენდარული ანიმატორის იუტაკა ნაკამურას მიერ, რომელსაც ძალიან ბევრ ანიმეზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის One Punch Man-ის პირველი სეზონი, Mob Psycho, Soul Eater, Fullmetal Alchemist და სხვა მრავალი. და ნებისმიერი სცენა, სადაც ეს ტექნიკაა გამოყენებული და ანიმაცია შეხვედრიათ მსგავსი, არის ან იუტაკა ნაკამურადან ინსპირირებული, იუტაკა ნაკამურას ანიმაციიდან, ან თავად იუტაკა ნაკამურას აკეთებულია. მაგრამ ეს ანიმაციის ტექნიკა ერთადერთი არაა, რაც იუტაკა ნაკამურას სახელს უკავშირდება. იუტაკა ნაკამურა იყო ასევე ადამიანი, რომელმაც გაუკეთა პოპულარიზება impact frame-ებს. ანუ, როდესაც action სცენაში ან აფეთქების სცენაში სხვადასხვა იმპაქტის დროს ეკრანი რამოდენიმე წამით ნათდება და რამოდენიმე კადრის განმავლობაში ნახატები იცვლება მკვეთრი ნათელი ფერების, კონტურების მქონე ილუსტრაციებით ან შავ-თეთრი პატიმად რო ვთქვათ, სტილიზებული ნახატებით იცვლება. ასევე ამას შეიძლება თქოს მეორე ეტაპიც აქვს განვითარების იმ ვარიანტში, რომ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტრენდული გახდა ამ impact frame-ებში სხვადასხვა easter egg-ების და რეფერენსების ჩამატება. რასაც რეკლამა გაუკეთა და პოპულარიზება გაუკეთა ფრანგმა ანიმატორმა ვინსენტ ჩანსარტმა, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით One Piece-ზე და ასევე Jujutsu Kaisen-ზე ან სხვა ანიმეებზე. იუტაპან კუბების და impact frame-ების გარდა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციის მეთოდი და ტექნიკა არის იტანო ცირკუსი, შექმნილი ანიმატორის იჩირო იტანის მიერ. და იტანო ცირკუსად ითვლება ანიმაციები, სადაც საგანი ჩქარა მიფრინავს და ამ ჩქარა მოძრავ საგანს უკან სხვა საგნები მიყვება კიდევ. რასაც დამატებულია კამერის დევნის და მოძრაობის ეფექტი. იტანო ცირკუსთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო ფაქტი რაც არის, რომ ამ ანიმაციისთვის ვიზუალური რეფერენსი ქონოდა და წარმოედგინა როგორ უნდა გაეკეთებინა ეს მოძრაობა. იჩირო იტანი, როდესაც თინეიჯერი იყო, საკუთარ მოტოციკლეთს გამოაბა ფეიერვერკები, ერთიანად გაისროლა და შემდგომ თან მოტოციკლებით დიოდა და აკვირდებოდა ამ ფეიერვერკებს როგორ მიფრინავდნენ.